მოგესალმებით მეგობრებო, რელაქსირდით, მოგესალმებით. არას გირჩევს ფარველი ანგელოზი, სამყარო, ენერგია, როგორ ბალანსში ხართ შევხედოთ, რა პასუხები მოვა ჩვენამდე დღეს. შეხედეთ, თქვენ ხართ სიკეთის განსახიერება ხართ, ხვდებით. დრო აქ არის გეუბნებიან. ბევრს ფიქრობ ძალიან და ნუ ფიქრობ ბევრს. რეალურად აქციე, რასაც აქამდე ვერ ბედავდი, გეუბნებიან. რას ვერ ბედავდით, მეგობრებო? დამიწერეთ მერე. უამრავი სამყაროს მინიშნება გაქვთ. უამრავი ვიმეორებ. ვინც ეოდებით ზარს, სხვათა შორის ზარი იქნება. სავარაუდოდ ეს არის სასიყვარულო ზარი ან ზარი შვილისგან, და ძალიან დიდი სიყვარულის გრძნობები ამოდის. გააკეთე ის, რაც გინდა, რაცაც ნატრობ, რაც ბედნიერს გხდის, აი ეს გააკეთე ეს ყველაფერი. დაივიწყე ჩუმად, დაივიწყე ერთფეროვნება, ყოველდღიური რუტინა, მუდმივად მომავალზე ან წარსულზე ფიქრობთ. არ არის საჭირო ამდენი ფიქრი, მეგობრებო. ნუ საერთოდ მაგდენი ფიქრი საჭირო არ არის. თქვენზეა, კი, ბევრი რამე თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადად, ხო? შეცვლა იმ გზის, რომელიც გიწერია, შეიძლება, მაგრამ ყოველდღიური იმაზე ფიქრი, რომ როგორ შევცვალო ეს რუტინული ვარიანტი, არ ღირს ნამდვილად. მიყევით ხოლმე დინებას, რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ, რომ არ იაქტიუროთ, იაქტიურეთ, მაგრამ აქ ჩანს ვიღაცასთან მუდმივი ფიქრები, მუდმივი ფიქრია. სულ ფიქრობს ადამიანი ყველაფერთან მიმართებაში. ამდენი ფიქრიც, რა თქმა უნდა, ადამიანს ღლის. უბრალოდ იგრძენით აწმყო, იგრძენით ყოველი წამი, დატკბით აწმყოთიც, ხო? აწმყოც, რა თქმა უნდა, ყველაფერი დროებითია. ამოდის, რომ გარშემო მყოფების ყურადღება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება, მათი საუბრები, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ იტყვის. სხვათა შორის პერიოდი იქნება ისეთი, რომ საერთოდ იტყვით, რომ არც მაინტერესებსო. ბევრს არც აინტერესებს, მაგრამ ვინაიდან ბევრი ვარ დავუყურებთ გაშლას. თქვენთვის მნიშვნელოვანია ყველასი აზრი რატომაც. უბრალოდ გარშემოყოფების აზრი შეიძლება ხელი შეკიშალოს. საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა შევიტყოდი. თქვენი მოგზაურობის დასაწყისში ხართ. უნდა განდევნა მოხდეს აუცილებლად. ადამიანების ნეგატივის, თქვენი ცხოვრებიდან ისეთების, ვისგანაც გრძნობთ ნეგატივს და რაღაცას ითმეთ და რაღაცაზე ხუჭავთ თვალს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებლად უნდა იპოვოთ საკუთარი თავის სრული თავისუფლება, საკუთარ თავში თავისუფლება და ახლა გაქვთ ახალი დასაწყისი შესაძლებლობების
პოტენციალის ახალი გზა ყველაფერთან მიმართებაში სხვათა შორის. ძალიან ბევრი მატერია, რომელიც გაკვირდება, ბევრზე იყო ნეგატიური გავლენა, მაგიური ნეგატიური გავლენა. ძალიან ბევრზე იყო და არ მიყვირს, იმიტომ რომ ვისაც არ ეზარება ყველას ყველა დადის და ყველას აქვს ინტერესი მაგიური ჩარევების, ნეგატივის და საერთოდ ძალიან გაბოროტებულია ხალხი. ხვდებით, დაზომბილია ვიტყოდი, ამიტომ თქვენ აქ თავისუფლდებით ამ ყველაფრისაგან და ძირითადად აქ მიჩვენებს საერთოდ წყვილებს სადღაც ვიტყოდი, რომ ბევრთან იქნება ასპექტში შერიგების ურთიერთობის, გრძნობების აღდგენის ან ოჯახის აღდგენის შანსებიც. აი, ასეთი სიახლეები გეოდებათ და მე კიდე გადავწყვიტე მეგობრებო, ჩავრთო ხოლმე ჩემს გაშლებში, ვინაიდან ზოგსის აინტერესებს ზოგსის, კონტაქტზე გამოვა თუ არა ადამიანი და კონტაქტზე ადამიანი გამოვა თუ ვინმე ელოდებით, ხო? და კიდე მინდა ჩავრთო ის მაგალითად როგორ მოიქცეთ ამ თუ იმ სიტუაციაში და რა პასუხი გექნებათ, შეიძლება ვიღაცას აინტერესებდეს და რაიმე გქონდეს ჩაფიქრებული, ხო, მაგალითად ხვანიდელი დღისთვის ერთი კვირის ვადაზე და ასე შემდეგ და უნდა იმოქმედოთ თუ არა ვნახავთ აი ამ ერთი კვირის ვადაზე, კი ბატონო, მოქმედება არის საჭირო აქ. ბუკეტი გვაქვს მეგობრებო, თაიგული და მოქმედება აუცილებელია გეუბნებიან, არ გაჩერდეო. წარმატებებს გისურვებთ, კარგ საღამოს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე.